სიმართლე გითხრათ, სიტყვა თუ ტერმინი ქორწილის ხსენებისას რაღაც სხვა ტიპის ასოციაციები მიჩნდება ხოლმე, ან იმ ქორწილის თაობაზე, რომელშიც გახდით, ან იმ ქორწილის თაობაზე, რომელშიც მიწვეული ვართ და რაღაცას ამაღლებული განწყობით და ემოციებით ვჭელობთ ხოლმე. ამიტომ ხო, ეს ასპექტიც მნიშვნელოვანია. აქ ხალხი საზეიმოდ შეიგრება სიხარულისთვის, რაღაცა ბედნიერების წუთებისთვის და ყოველთვის თუნდაც მხოლოდ ამ გადასახედიდან და პირველ რიგში შესაძლოა იმიტომ რომ ადამიანები ამ ქვეყნად მოსული ვართ სიხარულისთვის, ბედნიერებისთვის და არა რაღაცეების გარჩევისთვის, თუნდაც იმ გარჩევაში მართალი მე ვარ და ისე ყმტყვენ და შემდეგ. ეს ერთი მხარე, რა თქმა უნდა. მეორე მე მტკიცებით ფორმით ვერაფერს ვიტყვი ამ კონფლიქტის წარმოშობის მიზეზზე, მით უმეტეს დაგეგმილი პროვოკაციის თაობაზე. მე პირადად უფრო მექნება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო არა დაგეგმილი პროვოკაცია, არამედ შემდგომ ძალიან დიდ და სერიოზულ თემებამდე მისული შესაძლოა რაღაც გაუგებრობა, რომელიც თავის დროზე ვერ და არ აღმოიფხვრა. ახლა რაც შეეხება ამ პროცესში მონაწილე პირების ბრალეულობას თუ არ ვიცი როგორ თქვა, იმიტომ რომ ძალიან მართლა მიჭირს ამ თემაზე დეტალებზე საუბარი. სასტუმროს ადმინისტრაციის თქვენს მიერ გასაჯაროებული განცხადება მე პირველად მოვისმინე დღეს თქვენს ეთერში. და ახალია ახლა ხანს გააკეთა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ გონია ყველა ზომა მიუღიათ თითქოს. რომ ადრევე აღმოფრილიყო და ასე შემდეგ. თუმცა მაინც ვისურვებდი, რომ საქართველოში, რომელსაც ძალიან დიდი და სერიოზული პოტენციალი აქვს ტურისტული ეკონომიკის, მეტად ვიყოთ მზად ყველაფრისთვის. მათ შორის იმისთვისაც, როდესაც ერთდაიმე სივრცეში ტარდება მასობრივი ღონისძიება, იქ სხვებიც ისვენებენ და ასე შემდეგ, ანუ წინასწარ ცოტა მეტად დავიჭიროთ თადარიგი, იმის რომ რაღაცები ავიცილოთ თავიდან. ახლა ყველა ვართ ასე თუ ისე ნამყოფი სხვადასხვა ტურისტულ ქვეყნებში და ვიცით რა მაღალ დონეზეა იქ ამ ტიპის ორგანიზება, მენეჯმენტი, უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება პრობლემის მთავარ ნაწილს. და ეს მთავარი ნაწილი დაიყვანება არც მეტი არც ნაკლები რუსულ-ქართულ ურთიერთობებამდე. და ამ საკითხში უკვე ვერც სასტუმროს ადმინისტრაცია, ვერც რომელიმე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ვერც რომელიმე ჟურნალისტი ან კომენტატორი ან ექსპერტი ვერაფერს ვერ გავხსნებით, თუ კი ეს საკითხი არ მოგვარდა და მოწესრიგდა და სწორი პოლიტიკა არ გატარდა სახელმწიფოს დონეზე. რა მაქვს მხედველობაში ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩემმა კოლეგებმა ლელოდან არაერთხელ გაიხსენეს ჩვენი ეს ინიციატივა, რომელიც თავის დროზე გამოაქვეყნეთ მიუმართეთ ხელისუფლებას, რომ საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქე საზღვარზე წარადგენს პასპორტს და ამბობს, რომ მე ვარ აი იმ ქვეყნის მოქალაქე და მე მსურს თქვენს ქვეყანაში შემოსვლა. თქვენს ქვეყანაში შემოსვლა რას ნიშნავს? რა არის ეს ქვეყანა? სად ვრცელდება ამ ქვეყნის იურისდიქცია და ასე შემდეგ. აი სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და პრაქტიკულად მიდის ანექსიისკენ რუსეთის პოლიტიკა ამ ტერიტორიების, ჩვენ გვაქვს, მე მგონი, არა მხოლოდ უფლება მორალურ-პოლიტიკური, არამედ მორალურ-პოლიტიკური ვალდებულება ეს საკითხი სამართლებრივ სიბრტყეში გადავიტანოთ და დავსვათ საკითხი ძალიან მარტივად. კი ბატონო, მობრძანდით ჩვენს ლამაზ ქვეყანაში, თქვენ სისიამოვნებთ თუ გაქვთ რაიმე დაგეგმილი, მაგრამ მოგვიწერეთ ხელი ძალიან პატარა დოკუმენტზე, რომელშიც წერია თუ რომელ ქვეყანაში შემოდიხართ. და ამ ქვეყნის იურისდიქცია თქვენი წარმოდგენით სადამდე ვრცელდება. ანუ აღიარებთ თუ არა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას? აღიარებთ საზღვრებში. ანუ ამ ქვეყანაში შემოდიხარ, ეს ქვეყანა ასეთია. ამიტომ ესე იგი თუ შეიძლება ამაზე შევთანხმდეთ, რომ თქვენ ამ ქვეყანაში შემოდიხართ და არა იმ ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ხელისუფლება თქვენ იქ რუსეთში წარმოგიჩენთ, რომ საქართველოსგან აი ეზღა დარჩაო, ესენიო დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიანო და თან ჩემთან შემოერთება უნდათ და მალე რუსეთის ნაწილები გახდებიანო. ანუ ჩამოყალიბდით
ხომ არ მოვდივართ მოსკოვში ან რა ვიცი ვლადივოსტოკში ან ტიუმენში და იქ არ გეკითხებით კონკრეტულ მოქალაქეებს რამეს. არც ბოლომდე პასუხისმგებლობას არ გაკისრებთ თქვენ შესაძლოა თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგი ხართ ბევრ საკითხში. მაგრამ აი თუ ჩემს ქვეყანაში შემოდიხარ, მე მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ თქვენს და ნებისმიერი სხვა მოქალაქეც მსოფლიო ქვეყნის ამ ჩემს პატარა ლამაზ ქვეყანას აღიარებს ისეთად, იმხელად და მის იურისდიქციას ცნობს იმ ტერიტორიაზე, რაც აღიარებულია ყველას მიერ, გარდა რუსეთის და კიდე ორი. კი ბატონო. და ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტული ბარის, კაფის ან რესტორნის თემა, რომ ამაზე ხელი მოეწყოს, იქნება სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, არაფრის დამავალდებულებელი, გარდა იმისა, რომ გარდა ფაქტის აღიარებისა. მოდიხარ აქ, ხო, აღიარე სად შემოხვედი, სად მოხვედი. აქედან რო წახვალ, რაც გინდა ის გიკეთებია შენს ქვეყანაში, მე იქ არ მოყვები იქეთ და იქ რას ლაპარაკობ ამაზე, მაგრამ აქ თუ მოდიხარ, ახლა ეს რას გამოიწვევდა? ჩემი აზრით ეს გამოიწვევდა ერთი მხრივ მეტ პატივისცემას საქართველოსადმი იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც საქართველოს შემოდიოდნენ და შემოდიან, ეს გამოიწვევდა საქართველოს მოქალაქეებში მეტ განცდას, რომ ჩემი სახელმწიფო აგვარებს ყველა იმ ტიპის პრობლემას, რომელიც ახლა აი ამ ქორწილის კონფლიქტის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანის ცნობიერებაში, გრძნობებში, განცდებში, არ ვიცი, მეხსიერებაში, ყველაფერში უცებ ამოიფრქვა ზემოთ. კი, და ეს არის ბუნებრივი. მოდი დაუშვათ ის ვერსიაც, რომ ეს იყო აი ამ საყოფაცხოვრებო დონეზე ესკალაცია, დაპირისპირების, არასწორად მოქცევის და ასე შემდეგ, მაგრამ მე რასაც ხედავ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობისთვის ეს თემა უკვე სადღაც სხვაგან ავიდა და აქ ჩაერთო ძალიან ბევრი რამ. ამიტომ მოქალაქეებს გვინდა გქონდეს განცდა, რომ ჩვენი სახელმწიფო ასეთ პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხებში არის მოწოდების სიმაღლეზე, იცავს პრინციპებს, იცავს მოქალაქეთა უფლებებს, მათ შორის საქართველოში კანონიერად ყოფი მოქალაქეების უფლებებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა და არის პოლიტიკური შეხედულებებისა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ჩვენი სახელმწიფო დაცულია, პრინციპები შესრულებულია და ეს ძალიან ბევრ ასეთ შესაძლო საყოფაცხოვრებო თუ რაღაცა სხვა ტიპის კონფლიქტს ამხელა რეგისტრში არ გადაიყვანს, სადაც ახლა ეს გადასული. კი ბატონო, მოდი დავუშვათ და არაფერია გამორიცხული. ჩვენ ნახეთ, როგორ სასწრაფოდ პროპუტინისტები ჩაერთნენ ამ პროცესში, ეს აძლევს ამ ელფერს კიდევ მეტ დატვირთვას. რუსეთის ფედერაცია პუტინის პირობებში, რომელიც პასპორტებს მიყვება მოქალაქეების, ასე ვთქვათ, კონფლიქტის გასაღვივებლად, ვითომ მათ მოქალაქეებს იცავს და ცნობილია პროვოკაციებით ყველგან და ყოველთვის, ხომ, ეს ინფილტრაციის დონეთან საქართველოში ძალიან მაღალია დიდი ალბათობით და ეს არა მარტო დიდი ალბათობით, არამედ ცოდნე წყაროების ინფორმაციითაც საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინფილტრაცია. ამიტომ ეს საკითხი ამ რეგისტრშიც ადის. პოლიტიკოსების ნაწილმა მე ვთქვი, რომ ზუსტად ასე დასვა კითხვა, რომ შეიძლება იყოს დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც თითქოს რაღაც აი ასეთი დაპირისპირებით დაიწყო და გადავიდეს კიდევ უფრო მაღალ. გამოიყენოს რაღაცისთვის. ამიტომ აი მე ბოდიშვიხტი, რადგან ეს ინფორმაცია არ არის გადამოწმებული, მაგრამ მოქალაქეები წერენ სოციალურ ქსელში, რომ ზოლკინმაც დაადასტურა უკრაინაში ეს ინფორმაცია, ცნობილი ჟურნალისტი და ბლოგერია ეს ადამიანი, მაგრამ მე მისი წყარო არ მინახავს, ქართულ სოციალურ ქსელებში იწერება, რომ ამ ქალბატონს 2022 წელს ის აწვდიდა ინფორმაციას უკრაინიდან რუსეთს და მერე მოსკოვში გაიხიზნა და მასზე ძებნაა გამოცხადებული უკრაინაშიო, დანარჩენს თვითონ უკრაინის დეპარტამენტი იტყვის და ექსტრადირებას მოითხოვენ ალბათო. ეს სავარაუდოა ეს ინფორმაცია, მაგრამ ამანაც შეუწყო ხელი აი ამ ტიპის დასკვნების გაკეთებას, თუმცა პირველივე დღეს კეთდებოდა ინფორმაცია, ეს აქცენტი გარკვეული პოლიტიკური წრეების მხრიდანაც, პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პროვოკაცია. მოდით შევხედოთ ამ კუთხითაც. ახლა რას უნდა აკეთებდეს სუსი?
კი ბატონო, მოდი პირველ რიგში იძიებდეს თუ არა უნდა ინფორმაციას ვინ არის ეს ხალხი. იყო თუ არა დაგეგმილი პროვოკაცია, ამის მიუხედავად, შედეგი რაც ახლა დადგა, შესაძლებელია იქნეს გამოყენებული გაცილებით სერიოზული პროვოკაციებისთვის. იმიტომ რომ დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რუსეთის ხელისუფლება, მისი დღევანდელი პრეზიდენტი და არა მხოლოდ დღევანდელი, ცნობილია იმითი, რომ საკუთარი მოქალაქეების თაობაზე, ესე იგი, ესეთი ემოციები აწვევებათ ხოლმე მაინც და მაინც მაშინ, როდესაც ისინი უცხოეთში არიან და იქ მათ რამე გაუჭირდათ. რუსეთის შიგნით მაცავე მოქალაქეებს რა ემართებათ, ან შიმშილით რა დღეში არიან, ან რა უკრაინაში საზარბაზნე ხორცად ამადენი ასობით ათასი ადამიანი და საერთოდ რა დღეშია ის მოსახლეობა, ეს არ აინტერესებს. მაგრამ მე ჩემი მოქალაქეების ინტერესების დასაცავათო მეო ეს დავიწყეო, იქ შევარდიო, გამოვარდიო, იქ ვისროლეო, εμას ჩაუკეტეო, ეს ავსგზალეო და ასე შემდეგ. ამიტომ იმ ვითარებაში, როდესაც აგერ ცხინვალის მიმართულებით ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებული მოვლენები სრულად ნათლად მიგვანიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება არად დაგიდევს საქართველოს ხელისუფლების იმ ენის მოჩლექით საუბრებს და იმ ანტიევროპულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას, რომელთაც ერთი შეხედან რუსულ ხაზებზე და ამის და მიუხედავად ძალიან ისე მეთოდურად ავითარებს იმ პოლიტიკას ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ შიდა სარგებლობისთვის, რომ სადაცაა საქართველოს ტერიტორია უკვე რაღაც ოკუპირებული და რაღაც ის კი არა რუსეთის ტერიტორია შეიძლება გამოვაცხადო ამაზე წამსვლელი და ამ ტიპის პროპაგანდისტული და რაღაცა კუნთების თამაშის გამართავი ხელისუფლებისგან რა გასაკვირია რომ ასეთი ფაქტი გამოყენებული იქნეს სწორედ მომავალი და შემდგომი პროვოკაციისთვის. ახლა ასეთ ვითარებაში მიუხედავად იმისა რომ ყველანი საქართველოს მოქალაქენი ვართ თანასწორნი იმაში რომ რაღაცით გაუბრაზდეთ მე რაღაცა მოგვინდეს რომ ამე ჩავიდინოთ, რაღაცა გავაკეთოთ და ასე შემდეგ, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ღირსების, ჩვენი არის ტრადიციების და ყველაფრის დასაცავად, აქ პასუხისგებლობაც გვაკისრია ყველას. ამიტომ მე მინდა ვისურვო, რომ ხვალ და ზეგ მსგავსი შემთხვევის პირობებში ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად. განსაკუთრებით ფრთხილად და აი ესე მოქალაქეები ჩავერთვებით რაღაცა სიმართლის გარჩევაში, გარკვევაში, კონფლიქტურ სიტუაციებში და ასე შემდეგ. ჩვენ დაგვავიწყდება რომ ვართ ძალიან რთულ ვითარებაში და ასეთ ვითარებაში მეტი სიფხიზლეა საჭირო ყველგან და ყოველთვის რომ არ გამოიყენოს მტერმა რაიმე თავისი მიზნებისთვის. ეს ერთი, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ საქმის გამოძიების პროცესში, რომელიც დაწყებულია, არ აღმოჩნდეს არც ერთი მისხალი კონტრ რაღაცა ზომების. ერთი მხრივ არც ის რომ საქართველოს ხელისუფლებამ ახლა ემანდ რუსეთის ხელისუფლება არ გაგვიბრაზდესო და სამაგალითოდ არ დაიწყოს დასჯა იმ ადამიანების, რომლებიც მონაწილეობდნენ ქორწილის მონაწილეთა მხრიდან, ეს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს იქნება უმძიმესი ამბავი და გაცილებით რთულ შედეგებამდე მივიყვანს და არც პირიქით რომ თუ ვინმე დაზარალებულია იქ და ის არ არის საქართველოს მოქალაქე, რა განზრახვა ქონდა, სანამ ეს არ არის გარკვეული, მისი უსაფრთხოებას დაცული უნდა იყოს, მისი ასევე ღირსებაც და ფიზიკური კარგად ყოფნა და ასე შემდეგ. ზოგადად ის ამბავი რომ როდესაც ჩხუბია ქუჩაში ხდებოდეს მამაკაცებს შორის, მით უმეტეს მამაკაცი და ქალები და ასე შემდეგ, აქ რაღაცა რომელიმე წინსწრებად მიკერძოებული პოზიციის დაკავება ასეთ ვითარებაში და როდესაც ძალიან ცხელი თემაა, იქნება ძალიან სახიფათო. ამ თვალსაზრისით თქვენ უკვე აღნიშნეთ, მე ვისურვებდი რომ ამ ქვეყანაში გვყავდეს ბოლოს და ბოლოს სამართალდამცავი სისტემა, რომლებიც პოლიტიკოსები კი არ არიან, პროკურორები და პოლიციელები არიან და გვყავდეს მედია, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს კი არ ახმოვანებს, იმიტომ რომ ისინი არიან გამტარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების, რაც ბრძანეთ რომ პროკურორი ამბობს, მე ჯერ არაფერი ვიცი, თქვენ საიდან იცით? აი ეს უბედურებები არ უნდა ხდებოდეს. მაშინ მეც მექნება განცდა რომ თუ მოხდა რამე, ვინმე რამე ჩაიდინა იმის გამოკვლევისას პროკურორი თუ რა ვიცი, სხვა იხელმძღვანელებს ფაქტებით და კანონით და არა რაღაცა განაბული რომ ეხლა საიდან დაფერავს სიო. პუტინი გააკეთებს რამე ისეთ განცხადებას. ეგრევე მოდი ჩვენ ვინმე დავშაჟოთ და კიდე მივამატოთ იმ მომღერლები და მოცეკვავეები რომ იმან ხმა არ მოიღოს. ან
საქართველოში მოქალაქეები აღშფოთდნენ ეს რა ჩაიდინეს იმათო? ხო, ახლა მოდი დავიწყოთ რაღაცების მცდელობა რომ შევცვალო საქმე. გამოძიება უნდა იყოს გამოძიება პოლიტიკური ლიდერისაც, მეკორწილისაც, მომღერლისაც, სტუმრისაც, ტურისტისაც და ყველას მიმართ. მაშინ ქვეყანა დამშვიდდება. ხო, მაგრამ პარალელურად თუ შევხედოთ რა ხდება ჩვენს სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლოდან დაწყებული ყველა პოლიტიკური დავალების შემსრულებელი, ამოთ ამ პოლიტიკურ კონტექსტზე გადავიდეთ ახლა საბოტაჟის საქმე მაგალითად თქვენ ლიდერებს ემუქრება მათ შორის რამდენიმე წლიანი ციხით და პოლიტიკური ველის მოსუფთავება არ აქვს დაგეგმილი ივანიშვილს როგორც ირკვევა აგვისტოს ბოლომდე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა პარალელურად აი ბანდათო თქვენ ხართ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არაერთი პოლიტიკური პროცესის მონაწილე ამ ქვეყანაში ხომ რა ეტაპია ახლა ივანიშვილი ხურავს ფაქტობრივად ამ ქვეყანას პოლიტიკისთვის და რამდენად გამოუვა ეს ასე პირდაპირ მინდა გითხოთ და მოკლედ მოკლე პასუხია რომ არ გამოუვა უნდა ეს დაუცხრომელი ვნება და ნდომა მოუვლის ხოლმე მერე სხვა რაღაცას მოუვლის ხოლმე ორივე ამ მიმართულებით პოლიტიკოსების წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ საქმე ამ საქმეებმა თავისი რაღაცა ისტორია განვლეს განვლილი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში და მე წელიწადში ჩვენ ვნახეთ არაერთი ზიგზაგი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს პარტიების წინააღმდეგ სარჩელი მოხსენებად დიდი ამბით და აი დავიწყებთ ამას ვიზავთ მერე გაჩერდნენ არც ერთი გაუკეთე საკონსტიტუციო სასამართლოს თითი არ გაუნձრევია ოფიციალურად ჩვენ საპასუხო სარჩელი გავამზადეთ შესაძლებელი ჩვენი ინტერესების დასაცავი ეს სასამართლო რას გაითვალისწინებს რას არ გაითვალისწინებს ეს არაა ყველაზე მნიშვნელოვანია ისტორია რას გაითვალისწინებს და რა დარჩება და როდის დადგება ის მომენტი როდესაც თავად კონსტიტუციის 78 მუხლის დამრღვევებს მოუწევთ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე პასუხისმგებლობა იმ სასამართლოში რომელიც იქნება ამ ქვეყანაში მაგრამ უყურეთ მე რა მოხდა ის საქმე გამოიხმეს უკან ანუ გააჩერეს რა საბაბით გახსოვთ ჩვენო აქ ქვეყანაში სხვა პარტიებიც აღმოჩინეთ რომლებიც ალბათ ასაკრძალნი არიანო ხო და ბარემო ერთად წავიღებთ ამ საქმესო და თქვენ ვისა როგორც იტყვიან კაი აღარ ვიტყვი ესე იგი თუ ეს 7-8 პარტია თურმე 7-8 წელი კი არა და დაარსებიდან დღემდე სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა და ასაკრძალია და ასე შემდეგ იქ რო სხვა გამოჩნდა კიდე იმის გამო უნდა გააჩერო ეს პროცესი არა რაღაცის გამო გააჩერეს ოღონდ როდის ხდება ეს ამბავი როდესაც საბოტაჟის საქმეზე ბადრი ჯაფარიძის მამუკა ხაზარაძის და სხვების წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა საქმე. პროკურატურამ თქვა მე დავასრულე ყველაფერი, გამოვკითხე ყველა მოწმე, შევისწავლე ყველაფერი. მეც აღარაფერს აღარ ვაკეთებ. ამ საქმეზე დარჩა ერთადერთი ეტაპი. მოსამართლემ უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები. ესე იგი, სასამართლოში უნდა ჩატარდეს პროცესები და გაირკვეს საქმე. ამის შემდეგ რა ხდება? თებერვლიდან თუ თებერვლის ბოლოდან თუ მარტის დასაწყისიდან, აგერ ივნისის ბოლომდე თვეში ერთხელ თითო საათით თუ საათნახევრით იმართებოდა სასამართლოს ხდომები. უცაბედად დაჩქარდა. რაზე მეტყველებდა ეს? რომ არავის არ უნდა და გადაწყვეტილება ჩქარა. ჭირდებოდათ რომ ეს აღძრული ყოფილიყო, მაგრამ მე სხვა ნებებმა მოუარეს. აჰა. როგორც პარტიების საქმის სასამართლოში გაგრძელება გადაიფიქრეს, ისევე ამ საქმის, ესე ვთქვათ, გაწელვა გადაწყვიტეს და მე ივნისში ხდება კიდე ახალი ნებების და ნებების კორიანტელის წარმოშობა. როდესაც პრემიერი გამოდის და ესე იგი საპატიო თავმჯდომარეს ახსენებს 27-ჯერ თუ 47-ჯერ და აბა ჩახედეთ იმ ახლოხანებში ხდება მე ორივე ამბავი. საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული თემა და ეხლა საბოტაჟის საქმეზე მოდი კვირაში 3-ჯერ შევიკრიბოთ და სასწრაფო თამჯერ შუა ზაფხულში, როდესაც ყველანი ზოგადად სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაშიც ნელდება ხოლმე პროცესი ზაფხულის გამო, აქ სასწრაფო ანუ დღეს გეზი აღებული აქვს აქეთ. დაჭერა აკრძალეს. მაგრამ ახლა უყურეთ. მათი ეს ნებები და ნებელობები რას ეფუძნება? რამე ახალი ობიექტური გარემოებების აღმოცენებას, რომლის გამოც ან გააჩერებენ, ან დააჩქარებენ, ან ვიღაცას დაიჭერენ, ან ვიღაცას შეწყალებას შეპირდებენ და ასე შემდეგ. თუ რამე სხვას არაფერი ობიექტური არც ახალი გამოძიებაში და არც არაფერი არ ყოფილა. ესე იგი არის რაღაცა სხვა და რა უბედურებაა ეს სხვა? ეს არის ყველა შესაძლო უბედურება გარდა სახელმწიფო ინტერესის გარდა.
გარდა საქართველოს იმ ტიპის კეთილდღეობისა, რომლის თაობაზე ეს ქვეყანა და ეს ერი საუკუნეებია შეჯერდა. რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება, ჩვენ გვინდა სიმდიდრე, ჩვენ გვინდა კეთილდღეობა ადამიანების და დღევანდელ და რო გაიხედა 200 წლით უკან და გაიხედა კიდე 100 წლის შემდეგ, ყველაფერი ერთად, რომ თავისუფალიც იყოს ადამიანი, ღირსეულადაც იცხოვროს თავის ქვეყანაში, შემოსავალიც ჰქონდეს, კეთილდღეობა ჰქონდეს, სახელმწიფო იცავდეს. დასავლეთის გარეშე არ გამოდის. ეს სადაც არის, იქით არის ჩვენი ორიენტირი. ჩვენი წინაპრები სხვა ეპოქებში 500 წლის წინ, 700 წლის წინ, 1500 წლის წინ ასევე იყურებოდნენ გარშემო და სადაც ჩემი ქვეყნისთვის უკეთესი გარემო მეგულება, იმასთან ვამყარებ კავშირსო. ჩემი ქვეყანაა ნომერი პირველიო. მე ვერ მართავ მთელ მსოფლიოსო. მსოფლიოში უამრავი პროცესებია, მაგრამ სადაც უკეთეს ხედავ, მივდივარ იქეთ. აი ეს უკეთესი საუკუნეების განმავლობაში გამოკვეთილი, თავისი ქრისტიანული ფესვებით, თავისი ისტორიული ფესვებით. აი იქით სვლას რომ რამაც უნდა მოუტანოს ამ ქვეყანას, კიდევ იმან რომ ერთდროულად კეთილდღეობაც, კარგად ცხოვრება, თავისუფლებაც, ანუ ღირსეულად ცხოვრება და უსაფრთხოებაც, რომ არც შიგნით კრიმინალი მეშინოდეს, გინდა ქურდული სამყაროს და გინდა მკვლელის და გინდა შემოსული ტურისტის და ასე მოქცეულის, რა ვიცი, როგორც არის. და არც რომელიმე სახელმწიფოს, რომელიც შემოვარდება, რაღაც ტერიტორიას თაც დაადებს, ეს ჩემიაო. აი ამ ყველაფერს ერთდროულად რო გავუმკლავდეთ, ამიტომ მივდივართ იქ. ხო, აი ამ მიმართულებით სვლის გარდა ყველა შესაძლო სხვა ამბავია. პერსონალური რაღაც ურთიერთობები, რაღაც ფინანსური თემები, იქ რაღაცა სანქციები, ვერ მიღწეული გადატვირთვა, ვერ მიღწეული გადატვირთვა. ალბათ ყველა გზა მაინც ივანიშვილისთვის აქეთკენ მინდის მისი ფინანსებისა და ძალაუფლებაში გამყარების სურვილი ფინანსების შენარჩუნების უკავშირდება ყიფე ლეგიტიმაციის გამყარებას, რაც ჯერჯერობით არ გამოსდის და გადატვირთვას არა ევროკავშირთან, მას მიაჩნია რომ ამერიკასთან უნდა გადაიტვირთვას, ოღონდ გადატვირთვას ის გულისხმობს მიმიღეთ ასეთი როგორიც ვარ. მე ვარ ასეთი. თქვენ მაღიარეთ, მომეცით სუფთა ფურცელი და იქიდან დავიწყოთ. ჩვენ ჩემი აზრით პრობლემები მაშინ გამწვავდა, როდესაც მან დაინახა რომ მან ვერ შეძლო ისეთად გახდომა, რაც გამოაცხადა, რომ მე ასეთი ლიდერი ვიქნებიო, ვერც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის ვერ შეძლო, რაც თქვა, და ვერც იმ დემოკრატიული სამყაროს ლიდერებისთვის დემოკრატიით გავაოცებო რო პირდება. ანუ ეს მან ვერ შეძლო და მას, რომელსაც საკუთარი თავი ყოვლის შემძლედ მიაჩნდა და ახლა ეს ენგრევა, იმიტომ რომ ვან ეს ვერ შეძლო. ვერც შიგნით, ვერც გარეთ. ახლა ესე იგი გადავიდა ამ ტიპის შანტაჟზე, შიგნითაც და გარეთაც. ხო, ის ვერ შევძელი, რაც მოვინდომე, გამოვაცხადე, შეგვირდით. მაგრამ გეოგრაფიას ვერაფერს უზამთო გეუბნება. ახლა ესე იგი, კეთილინებეთ და ჩემს პირობებზე, აი მე როგორიც ვარ, ასეთი მიმიღეთ და მაინც თაყვანი მეცით. ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. რატომო იქიდან რომ ეკითხებიან, ესენი პასუხობენ მათი ლიდერების პირით, იმიტომ რომ გეოგრაფიულად აქ ვართ და ვერ აგვწდებითო. ეს არის ერთადერთი, რაზეც აქცენტს აკეთებ. არა, ესე ამბობთ, ამ ყველა მათი პასუხის უკან იმალება ის ძალიან ცნობილი ამბავი, ეს 10,000 ჯერ აღწერილი სამეცნიერო ლიტერატურაშიც, მხატვრულ ლიტერატურაშიც, პოეზიაშიც და ყველგან და ყველგან. სახელმწიფო ეს მე ვარ. ანუ ის ცნობიერება, რომელიც სწორედ იმ სამყაროში შეიცვალა, რომ ესე იგი ხელისუფლების წყარო არა ხალხი, არამედ მონარქი, იმპერატორი, არ ვიცი, ვიღაცა კიდე ფაშა, სულტანი და ასე შემდეგ. და ესე იგი ის ალაგებს ქვევით ყველაფერს. ის განსაზღვრავს როგორ უნდა მაგრამ ვერ დაალაგაო თქვენ თვითონ თქვით და ამას აქვს შედეგები, რომ ვერ დაალაგა. აი ტრამპის წერილს დააფრიალებენ წინ და უკან ტრამპის განწერილი მოგვივიდა. მე მოხარული ვარო დააფრიალებენ, რაც შეიძლება მეტი აფრიალონ. ეს ძალიან მალე, ძალიან კონკრეტულ საკითხებთან დააყენებს ამ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ამ წერილში რაც ნათქვამია არის ის, რომ დიახ, ამერიკის შეერთებული შტატები საუკუნეების განმავლობაში პრინციპების და იდეალების ერთგული რო ვიყავით, ამ ერთგულებას ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ხვალას და ზეგაც. ეს იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა როდიდან დაიწყო? მაგერ სულ რაღაც 35 წლის წინ, ხო?
ანუ ეს არ არის დიდი ხნის ისტორია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს და შეერთებული შტატები რამეში თანამშრომლობენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა დაფუძნებული იყო იმ პრინციპებზე და იდეალებზე, რაც თავისუფალ სამყაროს ჰქონდა და მის ერთ-ერთ მედროშეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გავიზიარეთ. ანუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ისე ვიქვართ და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ გამოდიან და ესე იგი თურმე ჩვენი საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატების ურთიერთობა სტრატეგიული ეს ფარატინა ქაღალდი ყოფილა თურმე. და აბა რა მოყვა ამას? სხვა მას შედეგი არაფერი არ მოყოლია და ესე იგი და რას მოყვა შედეგი? ვისთან სტრატეგიულ ურთიერთობას და ვისთან მიისტრაფიან და ასე შემდეგ. ალბათ ჩინეთს. ასე თავგზავნეული ხალხი, რაც მე მაღლა აფრიალებს ამ საპასუხო წერილს ძილად იმ წერილს, რომელიც ასე დროს იგზავნება ხოლმე მინოსვის საპასუხოდ, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ეს არ იყოს პროტოკოლური, მე მართლა ვისურვებდი, ეს არის ჩემი პერსონალური პოზიციაც და ველოცან პოზიციაზეა, რომ შეერთებული შტატების რაც შეიძლება მეტი ყურადღება მოტრიალდეს საქართველოსკენ. მიუხედავად იმისა, რომ როდის მოტრიალდება ეს მანდატო, მოტრიალდება იმ შემთხვევაში, თუ აქ იქნება სუვერენული ლიდერი, რომელსაც ავტორიტარი შესაძლოა, მაგრამ სუვერენული ლიდერი, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს ადგილზე და სანდო ლიდერი. დასავლეთმა არაერთხელ გამოსცადა, რომ ივანიშვილი არ არის სანდო. ამათ გონიათ, რომ რასაც შეერთებული შტატების ელს აბრალებდნენ და შეურაცხყოფდნენ, ეს იყო პერსონალური შეურაცხყოფა იმ ადამიანის. ეს არის ელემენტარულები, ახლაც იმეორებენ და გონიათ, რომ ესე იგი ეს ამითი ასიამოვნებენ ტრამპს, იმიტომ რომ ის დემოკრატებთან ძალიან ბევრ საკითხში არის სხვა პოზიციაზე. ეს ამ ტიპის ვითარებაში კიდევ მეორე საქართველოსკენ რაც მეტი ყურადღება იქნება შეერთებული შტატების მხრიდან მით მეტად და უკეთ გამოჩნდება გამოსავალიც ან კერძოდ ის რომ საქართველოს მოსახლეობას პოლიტიკურ კლასს არ ვიცი თითოეული მოქალაქეს ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სურვილი არამედ შესაძლებლობა ძალა ჟინიც და რა ვიცი გეგმაც და სურვილიც რომ გავაგრძელოთ ჩვენი ზღვა თავისუფლებისკენ და ღირსეული ადგილისკენ მსოფლიო რუკაზე და ამის დამნახავნი ისინი და იმასაც დაინახავენ გასაგებია დღეს არსებული ხელისუფლება ეს არის დროებითი მოვლენა შეერთებულ შტატებს და დიდ ქვეყნებს მსოფლიოში უამრავჯერ უნახავთ მსგავსი რაღაცა ანომალიები, როდესაც ვიღაცას თავის თავზე წარმოდგენები გასჩენია უზარმაზარი, ხან პატარა ქვეყანა ყოფილა, ხან დიდი ეს, მაგრამ მათთვის მთავარია დაინახონ ერი და საზოგადოება გრძელვადიან პერსპექტივაში, საით მიდის, რა უნდა რა იდეალები აქვს. რუსეთის დემოკრატიზაციაც უნდოდა დასავლეთს, მაგრამ აგერ იარეს და 30 წელი ნახეს რომ არ გამოდის. ახლა საქართველოსთან მიმართებაში რამე მსგავსი არ უნდა დაგვემართოს. და ამისთვის რა არის საჭირო? გარდა იმისა, რომ ივანიშვილი თუ მისი მთავრობა რასაფუჭებს, ამაზე ვილაპარაკოთ, ისიც ვილაპარაკოთ ჩვენი მოქალაქეების გასაგონად და დასანახადაც და სოფლიოს და გასაგონად და დასანახადაც, თუ როგორი ქვეყანა და საქართველოს წარმოგვიდგენია. ყველგან და ყოველთვის ქორწილში განვითარებული კონფლიქტი და მასთან გამკლავების პოზიციონირება და ვერსიები იქნება თუ გლობალური საკითხებისადმი დამოკიდებულება თუ თითოეული მოქალაქისადმი დამოკიდებულება. კი ბატონო და ბოლოსკენ მინდა კითხოთ მანდატო ავტორიტარიზმში არ არსებობს ზუსტი ფორმულები ეს გასაგებია, მაგრამ ყველაფერს აქვს მაინც განვითარების გამოცდილი გზა. ეს ხომ საქართველოში არ არის პირველად რაც ახლა ხდება ჩვენს თავს. ამიტომ გეკითხებით ამ პერსპექტივიდან იმ შემთხვევაში თუ ის დაიჭერს პოლიტიკურ ლიდერებს ან აიძულებს რომ ქვეყანა დატოვოს, იმ შემთხვევაში თუ აკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, კიდევ უფრო შეზღუდავს აქ კრიტიკულ მედიას და ასე შემდგომ, ფიქრობ თუ არა რომ ბრძოლის სტრატეგია, მეთოდები, ტაქტიკა, გადასახედი აქვს მარტო ოპოზიციურ კლასს აღარ ალბათ თუ ყველას დაიჭერს ის იმ ხალხს ერთად, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში, კრიტიკულად მოაზროვნე და ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა არ დარჩეს რუსეთის უკანა ეზოდ და კონდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილად ყოფნის შანსი. იცით მე ცოტა პერსონალური რაღაც უნდა ვთქვა. ზანეთ. აი მოხარული ვარ რომ მაშინ დავიბადე, როცა დავიბადე და იმასაკის ვარ, ასაკისაც ვარ ახლა. იმიტომ რომ მქონდა შესაძლებლობა ჩემს თვალწინ გაევლო ძალიან მნიშვნელოვან ეპოქებს. და ამ ეპოქებს დავკვირვებოდი და ბევრი თვალსაზრისით რაღაცა რა ვიცი დასკვნები გამეკეთებინა და პირველ რიგში საკუთარი სოფხედველობისთვის. და ერთ-ერთი თემა რომელიც აი ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი, არის ის რომ სისწრაფე, ტემპი
არა მარტო ჩხაროსნული მატარებლების და თვითმფრინავების და ასე შემდეგ. არა მარტო ინფორმაციის რაღაცა სულ რაღაც 35 წლის წინ აქ რაღაცას დავწერდით ამის სადღაც გადაცემას რა დრო ჭირდებოდა და ასე შემდეგ. ახლა რა ხდება? აქაც ერთდროულად რაღაც მოცემულ 1 საათში რამდენ ინფორმაციას ვიღებთ, რამდენზე მიგვიწვდება ხელი, მარტო იმაზე არა, რასაც ვიღაცა გვეუბნება, მე რასაც მე თვითონ მოვძებნი და უკავშირდები და შემდეგ. მე ამისი გადამუშავება, მე აქედან დასკვნით უზარმაზარი ცვლილებებია კაცობრიობის მასშტაბით. მარტო ამიტომ ერთ წუთი გავანებოთ თავი ივანიშვილს და რა ვიცი ვიღაცას და იმ პრეზიდენტს და ამ პრეზიდენტს. მარტო ამიტომ ჩვენ არ გვაქვს იმისი ფუფუნება გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ისე როგორც მგონია რომ ხშირად ვაგრძელებთ ხოლმე. ძალიან ბევრი დოქტრინა, ძალიან ბევრი წარმოდგენა, მათ შორის იმაზე, აი პოლიტიკა რა არის, პოლიტიკოსი ვინ არის, მოქალაქის როლი და ადგილი, არჩევნები, პარტია, მრავალპარტიულობა, იდეოლოგიები და შემდეგ. ეს ფუნდამენტური საკითხებია. მე მინდა დავინახო რომ საქართველოში ამ თემამ ყველანი ცოტა იყოს შეგვძრა და გამოგვაფხიზლა. იმიტომ რომ თუ ჩამოვრჩით ამ პროცესებს, ისედაც ძალიან უკანიდან დავიწყეთ, ხო? 90-იან წლებში ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დროს სოფლიო იყო უკვე სადღაც. ჩვენთან ერთად საბჭოთა სისტემიდან გათავისუფლებული ერები და ქვეყნები გაეკიდნენ იმ მატარებელს, ზოგი შეახტა, ზოგი ჩაება, ზოგი ჩამოვარდა, ეხლა ხელახლა ადის და მთელი ამბავია. ჩვენ ისედაც უკან ვიყავით. და ახლა კიდე უკან დარჩენა ეს ძალიან რთული იქნება. და ამ ყველაფერში მე კიდევ ვიმეორებ. ივანიშვილი ამას აკეთებს. რუსეთი ამას გვიკეთებს. და აბა ახლა ჩვენ რა ვქნათ, აი ამ დღეში ვართ, ეს არაფრით არ შეიძლება. ყველა კონკრეტულ საკითხზე ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან მკაფიო აზრი, პოზიცია, ხედვა, გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ივანიშვილი ამას აკეთებს. ჩვენ განათლების პროცესში გჭირდება ეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროპასთან ურთიერთობა კი არ გავაღრმავეთ, მაგრამ ამ დღეში ვართ. ჩვენ ვაგრძელებთ აქეთ-იქით ყურებას და იმის გააზრებას, რომ ხვალ და ზეგ სად უნდა ჩავერთოთ. ჩვენ უფრო მომზადებულები, ვიდრე 90-იან წლების დასაწყისში ვიყავით, როცა თვალისწინებით დავდიოდით, რომელ ორგანიზაციაში გავწევრიანდეთ, ეს სავაჭრო ორგანიზაცია მსოფლიოზე რაღაცა, ევროსაბჭო რითი განსხვავდება ევროკავშირისგან და ასე შემდეგ. დღეს ამავე მასშტაბის ცვლილებები ხდება. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ჩვენი ქვეყანა და ვერანაირი მეხუთე თუ მეცხრე თუ 57 პრეზიდენტი ვერ წაიღებს ამ ქვეყანას და ამ ერს, ამ ასე უნდა ვუპატრონოთ. სანამ რეალური პატრონობის საშუალება მოგვეცემა, ამ პატრონობის გეზი, გეგმა პროცესში უნდა ვიყოთ ჩართული. ამიტომ უნდა ვიყოთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. ხელოვნური ინტელექტის თაობაზე კონფერენციებზეც, რაღაცა კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროექტების განხილვის დროსაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე აღარ გვიყურებენ, როგორც გვიყურებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც საქართველოსთან გაყინულია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავყინოთ იქეთ. ჩვენ ამ შემთხვევაში ვისაც წარმოგვიდგენია, რომ ეს სწორია და კარგია. ვერ დაველაპარაკებით ყოველდღე მინისტრს, როგორც მინისტრი დაელაპარაკებოდა, მაგრამ დაველაპარაკებით სხვებს, ვინც ამ თემაზე იქ მუშაობენ. მოკლედ, თქვენს მოკლე კითხვაზე ცოტა გრძელი პასუხი გამომივიდა, მაგრამ ცოტა კი არა, ფუნდამენტურად გვაქვს ძალიან ბევრი რამ გადასააზრებელი. და არ შეიძლება ვიყოთ არც ერთ მთავრობაზე იმ დონეზე დამოკიდებული და ჩამოკიდებული, როგორც ვართ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდე აი ქვეშევრდომთა საზოგადოებად ვრჩებით ძალიან ხშირად ხოლმე და არა მოქალაქეთა საზოგადოებად. ანუ ძალიან ბევრის ჩვენს ცნობიერებაში ბევრის უფლებას ვაძლევთ მთავრობას თუ ვიღაცებს და რაღაცა მასზე დამოკიდებული ხდები ჩემს ფიქრებშიც კი, რომ თითქოს იმის იქ არსებობა არის დაუძლეველი წინააღმდეგობა იმისა, რომ მე თუ მაქვს კონკრეტული აზრი, როგორ უშველო რაგბის თუ ფეხბურთს თუ არ ვიცი მედია როგორ იყოს უკეთესი, რომ ის მიგზავნოს ამაზე ფიქრში. არა, უნდა მოვძებნოთ ჩვენი თანამოაზრეები და უნდა გავაგრძელოთ ფიქრი. აზროვნება. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გჭირდება.